სალამი მეგობრებო, ახლა დასრულდა მეოთხედფინალი ჩვენების ფინეთთან, იცით ალბათ რომ სამწუხაროდ წავაგეთ. ხო, ნუ რას ვიზავთ? ყველაფერი წავიდათ ფინალებს ძალიან, მაგრამ ის როლებს თუმცა ასეთი გუნდი როა და აი სროლებზე რომ წასვლაზე რომ აკეთებს აქცენტს ეს ვიცოდით. ვისაუბრე მე ფინეთთან თამაშის ასე ვთქვათ, საფრთხეებზე და ნუ ერთ-ერთი საფრთხე რაც იყო, მთავარი საფრთხე რაც იყო პრინციპში იმით გვაჯობეს. ეს არის შორეული ტყორცნები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთლიანობაში ნაკრების გამოსვლით უნდა უკმაყოფილება არ უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, მეოთხედფინალში გავედით, ისტორიული შედეგი დაიდო. უბრალოდ უნებრივია გუნდატკენები ვარ და იმედგაცრუებული იმით, რომ ნუ მეოთხედფინალში მაინც ისეთი მეტოქე შეგვდა. ისი მოგებაც შეგვესვა. ნუ იდეაში შეძლებით შენ ნაკრებს ყველას მოგება შეუძლია, თუნდაც 4 თამაშიდან ერთის, მაგრამ ნუ ეს ისეთი ნაკრები იყო ფინეთი, ვისაც ვერ ვიტყვით რომ ბუკმეკერები კი ფავორიტად თვლიდნენ და დიდ ფავორიტად მათ, მაგრამ თამაშმაც აჩვენა პრინციპში, რომ არ იყო რა ეს ამხელა ფავორიტი არ იყო ჩემი აზრით ფინეთი, რეალურად მე თუ გითხრათ საერთოდ 50-50 იყო ამ შემთხვევაში. უბრალოდ ნუ 50-50 რა კი იქაც შეიძლება აქეთაც შეიძლება და ნუ გამოვიდა იქეთ. სამწუხაროდ მიზეზები რამდენიმეა, მთავარი ის რომ წავიდათ სასწაულად კი ისვრის ფინეთი, მაგრად ისვრის, მაგრამ ნუ აქ სასწაულად წავიდათ მართლა, რაღაც სასწაული მოტივი ჩააგდეს, სასწაული პროცენტით ისოდნეს სამიანებს. და ნუ ჩვენ კიდე რაში არ გაგიმართ, აი წინა თამაში როგორც გაიბწყინა ჩვენმა ლეგიონერმა, ბოლდვინმა, ნუ აქ ისე რომ არ ითამაშა, მაგაზე არ არის საუბარი. არ იყო საჭირო ისე თამაში როგორც საფრანგეთთან. უბრალოდ ბოლდვინს რომ ითამაშა ზოგადად ისე როგორც თამაშობს, ეს საშუალოდ თავისი თამაში რომ ეთამაშა, შეიძლება ესეთი ყოფნოდა რა, რეალურად რომ დაუგვიხეს 10 ქულამდე რო აეღო დიქსონს შეტევაში, ცოტა ისეთი რა ყოფილიყო. ჩვეულებრივი ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი რაღაც სასწაული. ნუ უკვე ძალიან ქულა-ქულას თამაში ხდება და რაიც შეიძლება წამოგვიგდეს თამაში. შეიძლება რა, შეიძლება რა. ცალკე რა კი ყველა თამაშის შემდეგ ჯიკისებ საუბრობდი, აქაც იგივე რა, ყველა არაფერი ახალი, დაგეგმილი რაც ჰქონდა დაიწყო ისე და უბრალოდ აი სუდი რა აქვს მაგ მწვრთნელს ისი მე არ ვამბობ რომ რაღაცა მასზე კი არ ვტეხავ ხა კარგსაც ხო ვამბობ ხო კარგად გეგმავს თამაში რაღაც არ იყოს უბრალოდ დაგეგმილი უბრალოდ თავიდანვე იმათ წავიდათ პრინციპში გააკეთა როგორ საკეთებს ხოლმე წინასწარ დაგეგმილ დროს გააკეთა ცვლილებები ანგარიშის ის გოს 100 უყურებს ხოლმე მაგ დროს იყო როდესაც დაიწყო ცვლილებები პირველ მეოთხედში იყო 12-10 თუ სწორად მახსოვს და აი მაშინ გაიქცნენ. აი ეს არის, აი ამას ვამბობ ჯიკისე, რომ აი უცებ ვერ უღებს ალღოს სიტუაციაში, რაღაცა რომ რადიკალურად იცოლება და უცებ გეგმა ჩაიშალა, უცებ ვერ იღებს რაღაც გაწყვეტილებას. თითქოს აი ესე მიყვება, თითქოს არც არ აკეთებს, რა ელოდება თავის როგორ გამოსწორდება. აი ეს არ მომწონს, ეს თვისება არ მომწონს მისი. აი დააკვირდით. პრინციპში პირველ მეოთხედში საუბრობთ. ჩვენ თამაში წავიდეთ პირველ მეოთხედში, ძალიან იშვიათად ხდება. პირველ მეოთხედში გაიქცნენ 17 თუ 20 ქულამდე წავიდეთ, 17 ქულით გაიქცნენ. პირველ მეოთხედი იყო მე. ნუ პირველ მეოთხედში დაიწყეს გაქცევა შეიძლება მეშლება და შეიძლება მეორე მეოთხედში იყო უკვე ასვლა 20 ქულამდე და 17 ქულამდე, მაგრამ გაქცევა იყო აი პირველივე მეოთხედში ანგარიში იყო მაგალითად 25-15 მახსოვს, 10 ქულას გადაცდნენ უკვე პირველ მეოთხედში პლუსაც. ხო და ნუ აი ეს გაქცევა რაღაცნაირად მიიღვა ამ ადამიანმა როგორც საკეთებს ხოლმე თითქოს არაფერი არ ხდება ისეთ არაფერი რადიკალური ცვლილებები დაელოდა რა მოხდებოდა მოდი თვითონ გააგრძელა როგორც ხოდა დაგეგმილი წინასწარ გაწერილი ცვლილებები რაღაც ტაქტიკური ისინი და ასე შემდეგ. ნუ რას ვიზავთ ხო ყველას აქვს თავისი ძლიერი მხარეები, ყველას აქვს თავისი ნაკრები. მე ამ ნაკრებს ხედავ ჯიკისში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ თავისი წინასწარ დაგეგმილი იმებით, როგორ აყენებს დაცვას, როგორ ალაგებს თამაშს, ნუ ეს რაღაცეების სწორ წინასწარ გეგმავს სწორედ, ნუ შემდეგ ეხა ყველას არ შეუძლია ესე. რას ვიზავთ? მთლიანობაში რა არ უნდა ვიყოს ეხა მართლა ძალიან გულდაწყვეტილები, ვინაიდან მეოთხედფინალი ძალიან კარგი შედეგია, თუმცა უბრალოდ რაკი ფინეთი იყო და რაკი თამაშმაც აჩვენა, ხო, ბოლომდე 6 ქულამდე დავედით. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი გუნდის ვიზეს მნიშვნელოვან წილად გადადის თამაში, ბოლდვინზე ვსაუბრობ, იყო 0 ქულით, ნუ ბოლოს 2 ჯარიმა ჩააგდო, მაგრამ თამაშიდან 0 ქულა ჰქონდა, ნუ 2 ქულა ის ჯარიმებიდან ისედაც შეტევაში ხა ასისტებითაც და რაღაც ისე თამაშისას რაღაცა
ცეცხლსანთებდა არც არაფერი, ძალიან ჩააგდო. მე არ გამიგვიდება რომ ბოლდუინის კარიერაში შეიძლება ეს თამაში ყველაზე უარესი თამაში იყოს მის კარიერაში. არა ნაკრებში კი არა, საერთოდ მის კარიერაში. არ ეხოლმე რა, ანუ სამწუხაროდ ესე დაემთხვა, მაინც ამას დღეს დაემთხვა, რომ აი ეს ძალიან ცუდი დღე იყო ბოლდუინის. ხო, არ ვიცი, და შეიძლება დაველოდოთ პრეს კონფერენციებზე რა სიტყვიან, სულაც შეიძლება ავადაც იყო ან რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ჩამქრალი ქონდა და თითქოს ხელში ძალა არ ქონდა. თუ დაგვირით, ყველა ტორცნა მოკლე იყო. ანუ ვერ აწვენდა თითქოს, აი თითქოს ხელში ძალა არ ყოფნიდა. არ გამოვრიცხა რომ შეიძლება ან ვირუსი შეეყარა ან თამაშის წინ რაღაცა ან სიცხე ქონდა რაღაცა არც ეგ არა. ნუ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, თავარია რომ მოხდა ეს რაც მოხდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ თლიანობაში უნდა შევაფასოთ დადებითად ნაკრების თამაში ერთადერთი რაც ძალიან არ მომწონს მე ჩვენ ნაკრებში ეს არის საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელების ასე ვთქვათ როლს რას გულისხმობ იცით მეჩვენება რომ თითქოს აი მათ ეხლა ვერ ვიტყვი ვინმე აუკრძალა შეტევაო მაგრამ აი სითამამე საოცრად აკლიათ ეხლა გასაგებია რომ შეიძლება ეხლა მათი ბენჩი ფინელების ბენჩი ბევრად უფრო კვალიფიციური გუნდებში თამაშობენ და ნუ ნახეთ ხო ერთი პერიოდი 40 ქულა ქონდა იმათ სათადარიგოს გამსაღებული ჩვენ სათადარიგოს 2 ქულა ქონდა შემარის 2 ქულა აღებული აი ამ ხედა სხვაობაა ხო რაღაც აი გაუბედავად თამაშობენ ჩვენი სათადარიგოები თან არის განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატის თითქოს მათ აი უნდა შეუტიონ აი ბოლო მომენტში რა თუ სხვა გზა არ არის უკვე და რაღაცა აი არც უნდა თითქოს შეტევა და თითქოს არ ვიცი ეს რატო ეს ფსიქოლოგიური მომენტია რა რატო არის ესე არის მე მაგალითად მე სითამამის უფლებას მივცემდი მაგალითად ივერატი ანდრონიკაშვილს ხო თამაშის მსვლელობაში არ არის აუცილებელი ახლა მან ბევრი ფულა იყოს მაგრამ იყო მომენტები რომ რაღაცა თითქოს მე ბედავს ეს ბიჭი შეტევას თავის თავზე აღებას. ნუ რაღაც დონეზე ეს ითამამე აუცილებელია რა. კალათბურთი კიდევ ერთხელ გამეფარი. ცოტა არ იყოს და თავხედი ავანტიურისტების თამაში და ცოტა მეტი ესე ვთქვათ სითავხედე არ აწყენდა ჩვენ სათადარიგოებს. ვფიქრობ ამაში მე ვხედავ ყოველთვის ამაში პრობლემას, გუნდის პრობლემას. პრინციპში დღეს მეც არაფერს არ ვიტყვი, აი ეს მინდოდა უბრალოდ აღმოჩენ ჯიკიჩის ეს რაღაც ინერტულობა წვავე პერიოდებში და ჩვენი ბენჩის რაღაც გაუბედავობა თან ხათაშორის აი შერბადინიცკი ხო რომელიც ეს გამოსვლიდა ის არ არის ხო საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშე ისიც კი აი შემოდის ბენჩიდან თითქოს აი მეორე ხარისხოვანი მოთამაშეები არიან და სულ აი შესწინებენ ლიდერებს რომ აი მათ უნდა ის მათ უნდა მოიგონ თამაში მათ უნდა ჩააგონ და რა ვიცი მე სიმართლე ეს არ მომწონს ხო ეს ახალი არ არის ჩვენ ნაკრებში მეტნაკლებად ყოველთვის ვამჩნევდი ამას და განსაკუთრებით აი წლევანდელ ნაკრებში ხო თორსა აი ფარისკენ არ იყურებოდნენ რა ეს ნაწილი კალათბურთელებს არ იყურებიან ფარისკენ და არ უნდათ რომ შეუტიონ აი არ უნდათ თითქოს რომ აი არ მინდა შეუტიო და აი კავაფუჭო და მე რაღაცა არ ვიცი და უცნაურია არა სხვა გუნდებსაც თუ ხედავთ ეხლა ყველა წავს სათადარიგოები ყველა წავს სხვადასხვა დღეს ის 18 წლის იყო ეს ბიჭიო ერთი ფინელი სასწავლებრივ ჩააგდო ხო ამდენჯერ აიღო თავის თავზე თამაში ხო ხო და არის ცოტა ამხრივ მე მგონი ამხრივ ცვლილება არ აწყეს ნაკრებს არ აწყეს კიდევ ერთხელ მე არ კრიტიკის კუთხით უბრალოდ ხას უსმებ რა გავაუმჯობესებდი ნაკრებში მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვამბობ ბიჭებს მადლობა უნდა უთხრათ ისტორიული შედეგი დადეს, 2 გრანდი დაამარცხეს და ნუ ამბლად გაგვახარეს სიხაული ბევრი მოგვანიჭეს, უბრალოდ. და მაქსიმალისტები ვართ, თან ახლა სადღაც უკვე გულის დამწყლას ფინეთი რო შეხვდა, რა ცოტა სერბეთი რო გასულიყო იქიდან ალბათ უფრო ნაკლებ ნაწყენები ვიქნებოდით, ახლა სერბეთთან რო დაგვეგო. მეოთხე ფინალი. თუმცა კიდევ ერთხელ ფინეთი აჩვენე დაამტკიცა ყველა ფინეთს, ძალიან კარგი ნაკრებია. ხო, ტაქტიკაზეც 1-2 სიტყვით შევეხები და დაცვაში ხა ვინც უყურა ჩემს წინა ვიდეოს ცოტა სხვანაირად დაცვას ვებოდი რა აი თელ მოედანზე ძალიან ახლო თამაში მარკანენზე აუცილებელია თქვა დანარჩენებზე საერთოდ არ იყო ეს ახლო თამაში საერთოდ არ იყო საერთოდ ბურთი
ჩვენი შეტევა დასრულდებოდა, უნდა წამოსულიყვნენ ყველა პირველ რიგში უკან და შეხვედ დახვედრდნენ ყველა მეტოქის კალათბურთის სამკულიანის ხაზთან, ცოტა წინ. ანუ რა ხდებოდა ეს თითქოს ბურთის რო ვისროდით ჩავარდებოდა ან ჩავარდებოდა რა თქმა უნდა მათ მეტოქები ჩაიგდებდა ბურთს ხელში თითქოს იქვე ერთ-ერთზე დაჭერას ცდილობდნენ ჩვენები და ამ დროს ვიღაცა გარბოდა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა გარდების სამიანებისა ძალიან ბევრი ქულა აიღეს ფაქტიურად პირველი შეტევით. და ეს პირველი შეტევა საერთოდ არ იყო აუცილებელი გაგვეშვა. საერთოდ არ იყო აუცილებელი იქვე დაჭერა და არ არიან ფინელებს არ ყავს დრიბლერები რაღაც სასწაული და უბრალოდ დასრულდა ხო ჩვენი შეტევა. ყველა ეგრევე უკანონო წასული იყო, ნუ ერთადერთი მარკანენთან ვიღაც ახლა უნდა ყოფილიყო მუდმივად პრესში უნდა ყოფილიყო და დანარჩენები დავხვედროდით უკვე ჩვენს მოედანზე, ჩვენს სამკურიან ხაზთან არ მისული. და იქ ჯერთ ენერგიასაც ალბათ ნაკლებს დავხარჯავდით, ვიდრე ის იქიდან მოყოლებული ეს დევნა ფეხდაფეხ ყველასი და აი ეს გაქცევებიც უფრო ნაკლებად გამოგვიდა. მე ხა ეს დეტალურად აი ეს ნიუანსი რო გავაანალიზო, ალბათ კიდევ ერთხელ უნდა დავაკვირდეთ ამას უკვე სხვა კუთხით, არა როგორც გულშემატკივარი, არამედ როგორც ასე ვთქვათ რა ხდებოდა ამ დროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე დარჩა შტაბეჭდება რომ ასე იყო, რომ ამის მიზეზი ძალიან სწრაფად გარბოდნენ, ის იყო რომ იქვე ყველას იჭერდა და ბუნებრივია გადატვირთვა ხდებოდა მეტოქის მოედანზევე, სივრცე იქნებოდა უკან და ვიღაცა გარბოდა, ვინც იყო ყველაზე შორს. ნუ ეს ამის დალაგება ზოგადად ბავშვთა კალათბურთშიც კი გაუკეთებიათ ეს როგორ ითამაშონ სწრაფ შეტევაზე თუ მეტოქე გუნდი ასე ვთქვათ ორგანიზებულად სროლის შემდეგ არ მიდის უკან. ხო, არ ვიცი, იმიტომ ეს ნამდვილად არ იყო ფინეთთან ჩემი აზრით თავარი აქცენტი უნდა ყოფილიყო ჩვენს მოედანზე პერიმეტრთან და ნუ არ უნდა ყოფილიყო აქცენტი ალბათ რაღაცა მეტოქის ხელის შეშლაზე ბურთის გადმოტანაში. ბურთის გადმოტანისას და გადმოსვლისას წნეხში ყოფნა ჩემი აზრით მხოლოდ მარკანენზე იყო აუცილებელი. ნუ ყოველთვის ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები სხვათა შორის კიდე დავაკვირდები ამ თამაშს. ალბათ ცოტა დამშვიდები. თავიდან ბოლომდე ნახავ უკვე ამ კუთხით დავაკვირდები როგორ იქცეოდნენ ფინელები, ასე ვთქვათ, ბურთს ჩაიგდებდნენ ხელს და რას აკეთებდნენ ჩვენები და ასე იყო მართლა ახლა როგორი საბეჭდებას დამჭა თუ მეშლება ახლა და რაღაც სხვა ნიუანსი, სხვა დეტალები იყო იმის მიზეზი, რომ ასე სწრაფი შეტევაში პირველი პასით მიდიოდნენ და ჩვენ ფართან აღმოჩნდებოდნენ. ნუ ამას დავაზუსტებ და შემდეგ ვიდეოებში. ვიდეოებში რა, კალათბურთზე ალბათ ერთი ვიდეო მექნება კიდევ დასრულდა ჩვენთვის ევრობასკეტი, დაუბრუნდები ალბათ შერეულ თავზოლებს, ძირითადად და სხვა სპორტის სახეობებს, თუმცა კალათბურთზე ერთი ვიდეო მაინც მექნება, სადაც უკვე ცალკე გავილი დაწყნარებულ კუთხეზე ჩვენი კალათბურთელების, თეორიული კალათბურთელების გამოსვლას და პერფორმანსს ამ ევროპის ჩემპიონატზე. ხო, ნუ აი ახლა მცხელ-გულზე რაც თავში მომივიდა, ეს სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ გილოცავ ჩვენების კარგ გამოსვლას მთლიანად ისტორიულ შედეგს ევრობასკეტზე, თუმცა თქვენთან ერთად მეც ვხვარ, რომ ცოტა უფრო მეც ვერ მივახციეთ, თუმცა ხდება ხოლმე ყველაფერი ისე ახდება, როგორც ჩვენ გვინდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. აბა კარგად.